შპს მარტვილის წყლების ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ბუაძის მიერ ეკლესიის კუთვნილი წილის თაღლითურად მითვისების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ გარჩავამ და კომპანიის ადვოკატმა გიორგი ფოლადიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ მედიის წარმომადგენლებს პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც ცნობილია, შპს მარტვილის წყლები ჭყონდიდის ეპარქიის სოფელ ტალერში 2010 წელს ეპარქიის და ქველმოქმედისა და მეცენატის ბიზნესმენისა და საქართველოს ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრის აცგანსვენებული ნაული ჯანაშიას ინვესტიციითა და შემოწირულობით დაარსდა. ჭყონდიდის ეპარქიაში წყლის ჩამოსასხმელი ქარხნის იდეა კი ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ეპარქია უკვე ფლობდა ტალერის წყლისა და ლებარდეს მინერალური წყლების ლიცენზიასა და მიმდებარედ შეძენილ მიწის ნაკვეთებს. ნაული ჯანაშიას ბიზნეს პარტნიორ დავით ბუაძის ინიციატივით საინვესტიციო თანხა შემოტანილ იქნა ოფშორულ ზონაში გახსნილი საბანკო ანგარიშიდან, რომელიც სესხის სახით გაფორმდა. შემდეგ დავით ბუაძემ გაფორმებული სესხის უკან დაბრუნების მიზნით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, რომლის უკანონო გადაწყვეტილებითაც კომპანია მარტვილის წყლები და მისი კუთვნილი ანგარიშები, რომლებიც გახსნამდე და გახსნის დღიდან ეპარქიის რესურსით იმართებოდა, დღეისათვის დაყადაღებულია. აღსანიშნავია, რომ წყალი პირველად გასული წლის მარტის თვეში ეკლესიის მონდომებითა და ძალისხმევით ნაული ჯანაშიას სააღაპო სუფრაზე ჩამოისხა. ჩვენი შეხვედრის თემა და საუბარი შეეხება შპს მარტვილის წყლებს, ასე თუ ისე თქვენთვის ცნობილი, იმდენად რამდენადაც მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში, ეს არის ჭყონდიდის ეპარქია, აქ ფუნქციონირებს კომპანია მარტვილის წყლები, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ბატონი დავით ბუაძე. მოკლედ გეტყვით ამ ისტორიას, ამ კომპანიის დაარსება და წარმოშობასთან დაკავშირებით 2010 წელს შეიქმნა ეს კომპანია, მანამდე თვითონ ეპარქიის ეკლესიის შემადგენელი ნაწილია და ამ შემთხვევაში რომ იცოდეთ, რომ იგივე ეკლესიის ინტერესებზე არის საუბარი. გამოკვლეული იქნა თვითონ ამ რაიონში სხვადასხვა წყლები, რომ ხელი შეწყობოდა ბიზნესის განვითარებას. სწორედ ეპარქიის შემოწირულობებით ჩამოყვანილი იქნა ავსტრიიდან კომპანია, რომელმაც შეისწავლა აღნიშნული ადგილები და სწორედ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო წყალი, ასე ვთქვათ, და შერჩეული იქნა ადგილი, სადაც დღეს მდებარეობს აღნიშნული კომპანია და სადაც ამ წყლის ჩამოსხმა მიმდინარეობს. ამ დაფუძნებასთან დაკავშირებით ჩართული იყო ეპარქია თავისთავად და სწორედ მის საკუთრებაში იყო მიწა და მის საკუთრებაში იყო ლიცენზია კანონით დადგენილი წესის მიხედვით. შემდგომში ამ კომპანიის დაფუძნებასთან, ვინაიდან ეს შპს სახით ჩამოყალიბდა, სწორედ ეკლესია თავისი წილობრივი მონაწილეობით შევიდა ამ დამფუძნებელში და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბუაძე, რომელიც დღეს ასე ვთქვათ გვიჩივის სასამართლოში და ცდილობს, რომ გარკვეული თაღლითური სქემის გამოყენებით, რომელიც მან კარგად გამოიყენა, როგორც ასე ვთქვათ, ფინანსისტმა და ამ სფეროში გარკვეულმა პიროვნებამ, გარკვეულ პირთა შეცდომაში შეყვანით, თურმე მას როგორც აღმოჩნდა წინასწარ განზრახული მიზანი გააჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომში მისთვის ხელსაყრელ პერიოდში და დროში პრობლემები შეექმნა კომპანიისთვის და ის, რაც მას არ ეკუთვნის და მისი არ არის, მოითხოვოს. თქვენთვის შეიძლება გასაოცარიც იყოს ეკლესიის პოზიციები, მაგრამ დღეს დადგა ის პერიოდი, ასე ვთქვათ, როდესაც ზოგადად გარკვეულ ხასიათს იღებს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ქონებებთან მიმართებაში. თუმცა ამ შემთხვევაში მე კონკრეტულად დასახელებებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ეს ტენდენცია დაწყებულია. და ბევრი არაკეთილმოსურნე, თურმე რომელიც გონია, რომ ეკლესიას, ასე ვთქვათ, გვერდში ედგა, იყენებს ამ გარკვეულ გარემოებას და მდგომარეობას მის წინააღმდეგ. კონკრეტულად აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ბუაძე შექმნა ასეთი სქემა, რომ მას ფორმალურად დააფუძნა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეგრეთ წოდებულ ოფშორულ ზონაში კომპანია ალენვილე, რომლის მეშვეობითაც ამ კომპანიაში წილობრივად შემოვიდა ჩვენ საზოგადოებისათვის გარკვეული ნაწილისთვის, დიდი ნაწილისთვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი, ქველმოქმედი, აწგარდაცვლილი, განსვენებული ნაული ჯანაშია, რომელმაც თვითონ ამ კომპანიას შემოსწირა თანხები და გადარიცხული იქნა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თანხები ამ მარტვილი წყლების განვითარებასთან
დაკავშირებით. და სწორედ ეს პიროვნება, ამ პიროვნების გარდაცვალების შემდეგ ეს დავით ბუაძე დღეს უკვე აცხადებს, რომ თითქოს შპს მარტვილის წყლებს სესხის სახით ასესხა. დაახლოებით აქ თანხა არის 757,000 ამერიკული დოლარი კომპანიის განვითარებისათვის. სინამდვილეში კი ეს ხელშეკრულება იძახის, რომ არისო იყო უვადოდ დადებულიო. სინამდვილეში კი ეს იყო ბატონი ნაული ჯანაშიას თანხები, რომელიც გადაირიცხა ოფშორულ კომპანიაში, თუ რატომ იქნა გადარიცხული ოფშორულ კომპანიაში, რა მიზანზე მსახურობდა და ასე შემდეგ. ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ ამ პრესკონფერენციის შემდეგ სათანადო საჩივრით განცხადებით მივმართოთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ სრულყოფილად იქნას გამოძიებული და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და სიმართლე, თუ რეალურად ვისი თანხებია, რასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა ბატონ დავით ბუაძეს მიერ თაღლითურად მოტყუების გზით სხვისი კუთვნილი თანხების მითვისების და დღეს 50%-იანი წილის, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის და ჭყონდიდის ეპარქია მზრუნველობს ამ წილზე, ამ მთლიანად ამ კომპანიის ხელში ჩაგდების მიზანს. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე დამატებით მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი ინფორმაციებიც და წყაროებიც, თუმცა დღეს მდგომარეობით თავ შევიკავით, რომ ამ პიროვნების უკან, ასე ვთქვათ, დგას გარკვეული მთავრობის წევრებიც, როგორც თვითონ ამბობს და მას კარგად არის ცნობილი საზოგადოებისათვის ამ პიროვნების თაღლითურ მაქინაციური, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სქემები, რომელსაც ის კარგად იყენებს და შესაძლებელია გარკვეული თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები მთავრობაში შეიძლება დარწმუნებული წყავს რაღაც თავის მიზნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეკლესია და ამ შემთხვევაში თუნდაც ჭყონდიდის ეპარქია არაპირებს უკან დახევას, ვინაიდან ყველა ის ქონება, თუნდაც კანონიკური სამართლითაც რომ ვიმსჯელოთ, ეს არის ჩვენი ქონება და ჩვენ ქონებასთან მიმართებაში თუნდაც ჩვენ დავიცავთ ჩვენ პოზიციას, ასევე ვამცნობთ საზოგადოებას, რომ ვინ არის რეალურად პიროვნება ამის უკან, ვინ დგას და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ამ პიროვნებას, ვინც ებრძვის ამ ინტერესებს, მოუწოდებთ პირველ რიგში ვამხელთ და შემდგომ რა თქმა უნდა მოუწოდებთ სინანულისაკენ, რომ რა თქმა უნდა მსგავსი ქმედებები უპირველესად მათ დააზიანებთ და არა ეკლესიას. აქედან გამომდინარე ჩვენი პრესკონფერენციიდან გამომდინარე, შემდგომში აუცილებლად ამ განცხადებას შემდგომი რეაგირებისათვის შევიტანთ პროკურატურაში. ახლა რაც შეეხება კიდევ ერთ სამართლებრივ გარემოებას, რომელზეც შემდგომ უფრო დაწვრილებით ბატონი გიორგი მოგახსენებთ, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ჩვენ ვცადეთ მასთან არაერთხელ, ასე ვთქვათ, ეს ფორმატი რეჟიმი საუბრის, ურთიერთობის, იმიტომ რომ კარგად მოგიხსენებათ, როდესაც რაღაც პიროვნებას პრობლემა, როდესაც მას სურს რაღაც გეგმების განხორციელება, მაშინ კარგად იციან, ასე ვთქვათ, ეკლესიის კარი, კარგად იციან ურთიერთობა როგორც სასულიერო პირებთან, ასე სხვებთან, მაგრამ როგორც კი დაიგულებენ ან გამოჩნდა რეალური სახე და ეს არ არის ამ კონკრეტულ ფაქტზე საუბარი, ამან მიიღო ტენდენციური ხასიათი, როგორც აღვნიშნე და ეს არის საშიში და პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ პიროვნებამ მოლაპარაკების გარეშე პირდაპირ სასამართლოში შეიტანა საჩივარი და რაც ჩვენთვის გაუგებარი არის, სწორედ აი მოსამართლე მიიღო გარკვეული უკანონო გადაწყვეტილებები, რაზეც ბატონი გია მოგახსენებთ. ბატონმა დავითმა, ასე ვთქვათ, თავისი ინტერესების დაცვის მიზნით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და პირველ რიგში სარჩელთან ერთად წარადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. საინტერესოა ის გარემოება, რომ ბატონმა დავითმა აბსოლუტურად საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით რაც კი შეიძლებოდა ყველა სახის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა თავის განცხადებით და რაც მეტად საინტერესო და მე ვიტყოდი, რომ ეს არის შემაშფოთებელი, სასამართლომ დაუკმაყოფილა სრულად მას განცხადება და დააყადაღა არა მხოლოდ კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის სარეალიზაციო პროდუქცია, ასევე კომპანიის საბანკო ანგარიშები, რითაც გააჩერა საწარმო საქმიანობა, აბსოლუტურად გადახდის უუნარო გახადა კომპანია და გარდა ამ ყველაფრისა საფრთხე შეექმნა თავად კომპანიაში დასაქმებულ მუშაკთა სოციალური უფლებების
დაცვას. აღნიშნული განჩინება ჩვენ ჩაგვარდა, ბუნებრივია იგი გასაჩივრებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონმდებლობით დადგენილ ვადას შესაბამისად ველოდებით, როდის ჩაინიშნება, ასე ვთქვათ, აღნიშნული განჩინების განხილვა, რომ წარვადგინოთ ჩვენი დასაბუთებული პოზიცია. რაც შეეხება თავად სარჩელს, სარჩელი ჩვენ არ ჩაგვარებია. საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე თავად ასე ვთქვათ ბატონი დავითი არის ვალდებული ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩაგვაბაროს აღნიშნული სარჩელი, მას აქვს სარჩელის ჩაბარებისათვის ორთვიანი ვადა და ჩვენი ვარაუდით იგი სრულად გამოიყენებს აღნიშნულ ორთვიან ვადას, რათა ბოლომდე გააჭიანუროს აღნიშნული პროცესი, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს შეფასე მარტვილის წყლებს, რათა აღნიშნული ზიანიდან მან მაქსიმალური სარგებელის მიღება შეძლოს. შესაბამისად ვართ ასე ვთქვათ მოლოდინის რეჟიმში ველოდებით სარჩელის ჩაბარებას და ბუნებრივია წარმოადგენთ დასაბუთებულ შესაძლებელს მის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. კომპანიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ დავით ბუაძის მიერ ეკლესიის ქონების თაღლითურად მიტაცების მცდელობის მხილება ნაყოფს გამოიღებს. მას აღმოაჩნდება სინანული და გაიღვიძებს მასში სინდისის გრძნობა, რამე თუ ცოდვა და უსამართლოდ სხვის ხარჯზე გამდიდრება დაუსჯელი არ დარჩება და არც არავის შერკებია არასდროს. მარტვილი, წყალი გრილი, სიახლე სამეგრელოდან.